ახალკალაძემ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმეზე სიმართლე გათქვა. თბილისის მერი გახდა ოცნების პირველი ლიდერი, რომელსაც რეალობა წამოწდა და თქვა, რომ ოლიგარქის პირადი ფინანსისტი საქართველოში უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანეს. ეს აღიარება თავდაყირა აყენებს რეჟიმის მტკიცებას, რომ თითქოს ბიზნესმენი ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში აიყვანეს და ადასტურებს გიორგი ბაჩიაშვილის მონათხრობს, რომ ის საქართველოში ნების საწინააღმდეგოდ დააბრუნოს უცხო ქვეყნიდან. ეს უთია სააპელაციოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი საქმის განხილვა დასრულდა, როგორია გადაწყვეტილება, ამას წუთი-წუთზე გავიგებთ ჩვენი ჟურნალისტისგან, ნუცა ბახუტაშვილისგან, რომელიც ადგილზე მუშაობს. ნუცა, გითხარი, როგორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე? ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც პირველ ინსტანციაში მიესაჯა გიორგი ბაჩიაშვილს დარჩა ძალაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო საქალაქო სასამართლოში და დღეს მოსამართლეების პაატა სილაგაძის, დავით მამისეიშვილისა და გიორგი კურატაშვილის მიერ ძალაში დარჩა. მათ არ დააკმაყოფილეს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საჩივარი და სრულად გაიზიარეს ბრალდების პოზიცია და ასევე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ძალაში დარჩენილიყო 11 წლიანი მსჯავრი გიორგი ბაჩიაშვილისთვის. თავად გიორგი ბაჩიაშვილს პროცესის დასრულებისა და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ აღარ უთქვამს არაფერი, მას მხნეობას უსურვებდნენ დარბაზიდან, როგორც ადვოკატები ამბობდნენ. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, სამართლიანი მართლმსაჯულების იმედი არ ჰქონიათ, მათ შორის არც ადვოკატებს. დავით ჯანდიერი არის ჩვენთან ერთად და გავესაუბრებით ახლა პირდაპირ ეთერში. ბატონო დავით, ჩვენ საუბრობდით მოლოდინებთან დაკავშირებით. პრინციპში თქვენი მოლოდინებიც ასეთი იყო, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა საქალაქოს გადაწყვეტილებას. გითხარით, მაინც სამართლებრივი დასაბუთება მოგვიანებით ჩაგბარდებათ სააპელაციო სასამართლოსი, თუმცა რას დაეყრდნობოდა სასამართლო, როდესაც მოვისმინეთ თქვენგან საკმაოდ დასაბუთებული დასკვნითი სიტყვები მტკიცებულებების არარსებობასთან დაკავშირებით? ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ მოლოდინი არ უნდა გქონოდა სამართლიანობის. ეს დადასტურდა ამ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, მათ შორის პირველ ინსტანციის სასამართლოში. საერთოდ ამ საქმის ფაბრიკაცია და შეკერვა არის ამის ნათელი დადასტურება. არა მარტო ეს, არამედ შემდგომ განვითარებული პროცესები, რომლებიც ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევით განხორციელდა. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ის, რაც შემდგომში განვითარდა ის პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა გიორგის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას პენიტენციურ დაწესებულებაში, მის იძულებით ტრანსფერს საქართველოში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებაც, რომელიც გააკეთა შემდგომში, დღეს გააკეთა თბილისის მერმა ახალკალაძემ, რომელიც დაადასტურა ხელისუფლების პირველმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მისი იძულებით ტრანსფერი მოხდა საქართველოში. დიდი მადლობა. დავით ჯანდიერს გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველს უსმენთ. ახლა კომენტარს გააკეთებს პროკურორი მიხეილ სადრაძე და შეგვეძლება მოვისმინოთ მისი შეფასება პირდაპირ ეთერში. ბატონო მიხეილ, გითხარით, თქვენ ელოდით, რომ ძალაში დატოვებდა სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას, იცით, რომ აპირებენ შემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას დაცვის მხარე, კმაყოფილი ხართ თუ არა სააპელაციოს გადაწყვეტილებას? სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი დემონსტრაცია იმისა, რომ კოლეგიამ სამართლის შემადგენლობით სრულად შეაფასა, გაანალიზა ყველა ის მტკიცებულება, ყველა მოწმისშვენება, ყველა დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მან მიითვისა კრიპტოვალუტა და ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია. შესაბამისად, ეს არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა, რაც დღევანდელ ხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა. ამდენჯერმე შეცვლილი რაიმე მტკიცებულება ჰქონდათ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ? ივანიშვილის ჩვენება იყო რამდენჯერმე შეცვლილი, ამას კიდევ ერთხელ გავაკეთე. პირველი რო არანაირი შეცვლილი ჩვენება არ ყოფილა საერთოდ, ეს ერთი და მეორე ფაქტობრივი გარემოებები ძალიან მარტივად გამოიყურება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა იყო 6,5 მილიონი, რო დავამგვალოთ რიცხვები, ბრალდება ედავებოდა და სასამართლოს დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობა იყო მხოლოდ 1,5 მილიონი ფარგლებში. ეს მაქვს პრაქტიკულად აქვს აღიარებული, თვითონ კრიპტობირჟას მიწერა იმეილი, რომელიც მე თან მაქვს და არაერთხელ მოახდინა მის დემონსტრაცია.
სადაც თქვა რომ ინვესტიციებში მონაწილეობისას მას 2 მილიონი დააფინანსა ეს პროექტი. ამას ვედავებოდი სხვას არაფერს. ბაჩიაშვილი აცხადებდა რომ მთლიანად ასე ვთქვათ ეს ინვესტიცია 6 მილიონი მას ეკუთვნოდა მაშინ როდესაც ოფიციალურ ურთიერთობაში საკუთარი პასუხისმგებლობით გააგზავნა იმეილი კრიპტობირჟაზე, სადაც დაადასტურა რომ მხოლოდ და მხოლოდ 1,5 მილიონი ქონდა მას მონაწილეობა. ეს არის ძალიან მარტივად რო ვთქვათ ბრალის არსიც და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეფასებას. აქედან გამომდინარე დოკუმენტები და მარტივად ვთქვათ თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დამნაშავეობას. რაც ეხება ფულის გათეთრებასაც ეიდავებოდით, აი ამ ნაწილში რა მტკიცებულებებია სახელმწიფო. რაც ეხება ფულის გათეთრებას, ფულის გათეთრების დანაშაულის არსიდან გამომდინარე, მას სჭირდება ერთგვარი წინარე დანაშაული პრედიკატი, რაც წარმოადგენს მითვისებას. ამ შემდგომ მითვისებული აქტივმა შეიცვალა ბუნება, შეიცვალა სხვადასხვა იურისდიქცია, სხვადასხვა ასე ვთქვათ ფინანსური ინსტიტუტი და შემდგომ საქართველოში ეკონომიკაში დაბრუნდა. მიხეილ სადრაძეს უსმენდით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორს, რომელიც ელოდებოდა რომ სააპელაციო სასამართლო დატოვებდა ძალაში გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოსი და ასეც მოხდა. საინტერესო იყო დღეს გარდა განაჩენისა პოლიტიკური შეფასებები კახა კალაძემ პირველად ისაუბრა გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიასთან. დღეს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა პრაქტიკულად უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებული მწვანე ზონიდან აიყვანეს. კახა კალაძემ პირდაპირ თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში და გატაცებას ადგილი არ ჰქონია, როგორც ამას გიორგი ბაჩიაშვილი და მისი უფლებადამცველები ამბობენ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კახა კალაძის ეს კომენტარი პირდაპირ ეთერში. ძალიან ცუდია, როდესაც ჯადოებულები თუ დანაშაულის მქონე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა, ბევრი გვინახავს ასეთი შემთხვევა და ვფიქრობ, უნდა მოხდეს გამოძიებული. რაც შეეხება მის ჩამოყვანას, თქვენ იცით, რომ ის ჩამოყვანილი იქნა უცხო ქვეყნიდან და არანაირ მოტაცებას და გატაცებას ადგილი არ ჰქონდა. რა ის გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა, ადამიანის ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ის გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვეულებრივი სისულელეა. გიორგი ბაჩიაშვილი და მისი უფლებადამცველები მის საქართველოში ჩამოყვანასთან და მოტაცებასთან დაკავშირებით ითხოვენ საქმის სამართალწარმოების დაწყებას, ამ საქმის გამოძიებას. ამ დრომდე არ არის სამართალწარმოება დაწყებული და საქმე გამოძიებული, როგორც მოისმინეთ, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ არ მომხდარა მოტაცება ამ ადამიანის, ის უბრალოდ ჩამოიყვანეს. ამ ფორმით უპასუხა გიორგი ბაჩიაშვილის საკმაოდ მძიმე ბრალდებებს კახა კალაძემ, რომელიც პრაქტიკულად, როგორც უკვე გითხარით, შეეწინააღმდეგა სუსის ვერსიას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მწვანე ზონიდან აიყვანეს. გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდება ძალაში დატოვა მეორე ინსტანციის სასამართლომ. მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ. წარდგენილ ორივე ბრალდებაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი გაამტყუნა, მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სააპელაციო სასამართლომ დღეს უკვე ძალაში დატოვა ეს მსჯავრი. გიორგი ბაჩიაშვილს გარდა ამ საქმისა ორი საქმე აქვს, რომელზეც დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ერთ-ერთი არის მტკვარი ჰესის საქმე, ხოლო მეორე არის საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე. როგორც ადვოკატები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ლოკალურად სამართლებრივი მექანიზმის, ყველა მექანიზმის ამოწურვის შემდეგ ისინი აუცილებლად მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ სტრასბურგშიც.